გამარჯობოთ, როგორ ხარ? სოფელი აცანა კესოსთან ვარ სტუმრად. ჩემი სისუსტეა მარტივი. შემოგთავაზებდით შავი ვარდის დარბაზ აბერნეს წინ. ვაუ, პირველი გამოცდილება. და მაქვს გამზადებული. ვაუ, ზარმაგარია მართლა. შარშან სტიქიის პერიოდში, დიქტოლოგის პერიოდში აქ ჩავჭი 2 კვირა. კაცარა ვარ მომოვიდა გასაყვანა და რთულად რო ვერ მოდიოდი. ის ჭიშკარი იყო, სტიქიას სულხაულით დაფარული. სახურავი მაშინ დააზიანა და ჯერჯერობით ისევ დაზიანებულია. დათო, მადლიერი შენი რო იცოდე. ნანუკა, მე ვარ კესო მახარაძე. პროფესიით ვარ ჟურნალისტი. ამ ოჯახის რძალი ვარ უკვე 35 წელია. მას შემდეგ რაც გარდამეცვალა ახალგაზრდა მეუღლე და ამ ოჯახის სხვა წევრებიც, ჩემს შვილებთან ერთად დავაფუძნე ტაბერნი გურიაში აცანა, რომელიც ყოფილიყო ადამიანებისათვის პოზიტიური ემოციების გაცვლის, გურული გასტრონომიის პოპულარიზაციის და ადამიანებთან სიყვარულის და კომუნიკაციის ადგილი. მე ეს გამომივიდა, იმიტომ რომ დღეს შენ ხარ ჩემი სტუმარი. აი, მე რა საყვარელი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. რომდეც გამოგივიდა, თან ძალიან დიდი მადლობა. მოგძანდით. ყველაფერი იწყება აქედან და უფრო სწორად იმ 200 წლის ისტორიის ნაგებობიდან იწყება, სადაც ჩვენ ბრინჯულას მასტერკლასი უნდა გავაკეთოთ. თქვენთვის მაქვს გურული გემოები, შემიძლია ჩემი დამზადებული ველური ყვავილების ჩაი შემოთავაზოთ. კი ბატონო. აქ არის, აი, რა შემადგენლობასაც აქ ხედავთ. აქ არის გამზადებული. ეს არის ამ ოჯახის ბებიის, ჟოჟი ბებოს სერვისი, რომელიც არის დაახლოებით 60 წლის თუ 70-ის არა. ჟოჟი ბებო გურული იყო? ჟოჟი ბებო გურული იყო. მენტალურად იყვნენ ესენი მთელი ოჯახი ევროპელები. და ჩვენი ბაბუაც. და რადგან მშობლების ინტერესები ემთხვეოდა ერთმანეთს, ამიტომ დააქორწინეს, მაგრამ რატომ ერქვა ჟოჟი ბებო? იმიტომ რომ მისი მამა ხშირად მოგზაურობდა ევროპაში. ეს რომელ წლებში? ეს არის 1800-იანი წლების 1870-იანი წლები და იქ მოეწონა ერთი მსახიობი, რომელსაც ერქვა ჟოჟი. რომ ჩამოვიდა და ქალიშვილი შეეძინა, დაარქვა ჟოჟი. ჟოჟი ბებოს ამ ოჯახში ძალიან ტრაგიკული ბედი ჰქონდა, მას არ უყვარდა ფოტოების გადაღება და აი ეს ერთი სურათია შემორჩენილი ვაჟთან ერთად, რომელიც მალე გარდაიცვალა. ქართველი არ არის? არის, როგორ არა. ჩხაიძე იყო. ოღონდ ცისფერ თვალება იყო და იტალიელს გავს. ხო, ხუჭუჭა თმები. ეს არის ბესარიონ ბაბუა. ესენი იყვნენ ცოლ-ქმარი. და ბესარიონ ბაბუა მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლაში. 16 წელი ამისთვის ის გადაასახლეს ციმბირში და პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ჩემი მეუღლე, მისი შვილიშვილი სწორედ იმ ტიუმენის შემოგარენში გაანაწილეს, როგორც ნავთობმომპოვებელი, სადაც ბესარიონ ბაბუა დიდი ხერხით ტაიგის ხეებს ჭრიდა და ის ხერხი წამოიღო ბესარიონ ბაბუამ, რომ სახლი აეშენებინა და გადასახლებიდან დაბრუნებულმა ეს სახლი ააშენა, სადაც ახლა ჩვენ ვხედავთ. აი ახლა კონცეფცია, რამაც მე გადამაწყვეტინა, რომ აქ ყოფილიყო ტურისტული ლოკაცია, გახლავთ ემოცია და გახლავთ ეს ისტორიები, რომლებიც მრავლადაა და როცა ჩვენ იქეთ სივრცეში გადავინაცვლებთ, ვნახავთ ამას. ასე თუ ისე გარკვეული წარმატებები მოვიდა დიდი შრომის შედეგად, ძირითადად უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით. ერთ-ერთი ეს წიგნიც გახლავთ, კულინარიული მოგზაურობა ქალმეწარმეებთან ერთად, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე უცხოური ორგანიზაციის დაფინანსებით გამოვიდა. შერჩეული ვართ საქართველოში 10 მეწარმე ქალი, რომლებსაც გვიჭირავს განსაკუთრებული გასტრონომიული ხაზი. ავთენტური. აი ამ ავთენტური ხაზის პოპულარიზაციის მიზნით
გამოვჩხრიკე თუ შეიძლება ასე ითქვას, ბებია ჩემის დროინდელი ბრინჯულას რეცეპტი. ვაუ. ბრინჯულას სახელწოდება არის იმ პერიოდის, როცა ბრინჯი მოყავდათ გურულებს კოლხეთის დაბლობზე. და მე ბებია მახსოვს, რომ მეტყოდა, რომ ბამბა, ბრინჯი, სელი ამ მოსავლის ასახებად დაუყვებოდიო ჩემს ოჯახის წევრებს. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა ყოფილიყო ის განსხვავებული და ამავე დროს ავთენტური. ვიფიქრე და ბრინჯულა ბრინჯის ფქვილით, ავთენტური რეცეპტით, კარგად ჩამოყალიბებაში ამ ხაზის დამეხმარა პირველ რიგში ეკოტურიზმის ასოციაცია და უღრმესი მადლობა ნატალია ბახტაძეს ჩემგან. და იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჩემნარი მცირე მეწარმეების განვითარებისთვის და სრულყოფისთვის. და ესმა კონჭოლია 200 წლის ისტორიის მქონე გურულ საჯალაბოში ქვის კედზე წაბლის და აკაციის შეშით ნაკვერჩხალზე. აუ, ძალიან მაგარი ენერგია გაქვთ. მეუბნებიან ამას და ისე მიხარია. ეხლა თქვენ ისე გამომიყვანეთ. ეს ჩემი ქალიშვილის დაწერილია უმცროსი გოგონას. მაშინ ჩვენ სტუმრად გვყავდა 4 ქვეყნის ბრენდინგის პრეზიდენტები. მაშინ დავწერეთ ეს ერთად. არსად არაფერი არ დევს შემთხვევით. ეს არის ჟოჟი ბებოს ყავარჯენი და ეს არის ჩემი ფსიქოლოგიური სიმტკიცე. მან იმდენი რამ გადაიტანა მარტომ, მაგრამ შეინარჩუნა კერა, რომ ეს არის რო შევხედავ, ხო? აი ჟოჟი ბებო მამას გაუძლდა, ეს დგას აქ და მე არა მაქვს უფლება რომ წავხთე, ვეტყვი ხოლმე ჩემს თავს, როცა მეც ადამიანი ვარ, ხო? ხო და ბევრ რამესთან გამკლავება არ არის მარტივი და ვამაგრებ ჩემს თავს და სინამდვილეში ჩემო საყვარელო ძალიან გულწრფელი თუ გინდა ვიყო ერთ არცეთ გადაცემაში არ მithქვამს მე ხო სინამდვილეში მთელი ეს არანორმალური შრომა ეს მუხჩაუხრელი შრომა ჩემ თავს გამოუწერე მარტოობასთან საბრძოლველად მე მამასთან არ მქონდა კარგი ურთიერთობა მამის გარეშე გავიზარდე ხო როდესაც მე ოჯახის შევქმენი და აქ ჩემს მეუღლესთან ერთად ცხოვრობდი მამა ჩემი გახდა ცუდად იმ პერიოდში და მოკლედ მითხრეს რომ ძიმე მდგომარეობაშიაო და გითხოვსო შენო და რა თქმა უნდა წავედი და სამწუხაროდ მას ათვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და ბევრი იწვალა და გარდაიცვალა და მე მის ქორწინებაში იყო მეორეც და თხოვე რომ რაღაცა გამატანეთ მეთქი მამა ჩემის სახელზე მარტო გვარი მაქვს მეტი არაფერი ბოლო მეთქი და ის ქვის თლელი იყო და ეს კეცი წამოვიღე წლები იდგა ეს კეცი აქ ნანუკა მე ამ კეცზე რო ბრინჯულა გამომდის ისეთი არც ერთზე ეს არის წაბლი ნანუკა ეს აკაცია კეცს რომ გადავაბრუნებ და რო ფოჩიხობ მან და მაინც მაშინ ნუ გადამიღებთ მეთქი და აქ მაქვს მაცივარში მე ინგრედიენტები ეს გახლავთ ყველი და კვერცხი ეს გახლავთ ბრინჯის ფქვილი მერტო უგლუტენოა ხახნა ნანუკა ეს არის ჩვენ გურიაში სველს ვეძახით ამას შრატი ქვია ლიტერატურული ენით ხო აი ასე გავათხელოთ როგორც არაჟანი იმაზე თხელი უნდა იყოს რომ დავასხამთ კეცზე თავისით უნდა გასწორდეს აი ასე აი აგერ ასე დავასხარ თუ შეიძლება აი ასე ნახე როგორ აბუღბუღდეს აი ასე მოვაფშვნათ თავზე ეს გადავანაწილოთ ეს ყველი თავზე დედა როგორ არ დაგენანათ ყველი რას ქვე ყველი და მე ნანა რას ლაპარაკობ
ცეცხლთან ურთიერთობა აურას წმენს. კი. და შემთხვევითი არ იყო ჯანსაღები, ხალასები და პოზიტიურები რომ იბადებოდნენ. სულ შუა ცეცხლთან ქონდათ ურთიერთობა და აი ეს კარმა სუფთა ქონდათ ადამიანებს. და იმიტომ იყო ამდენი სიხალისე და ცხოვრების სიყვარული და ურთიერთ სიყვარული. რომ გადაასახლეს ბესარიონ ბაბუა, როგორც პოლიტპატიმარი, როგორც რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგე, ჟოჟი ბებო 25 წლისა დარჩა ამ ოჯახში მოხუც დედამთილ მამამთილთან ერთად. მას აუკრძალეს კოლექტივის ჩაიში მუშაობა, ანუ გადაუჭრეს ერთადერთი საარსებო საშუალება. ბაბუა გადაასახლეს იმიტომ, რომ წითელ ძროხას დაარტყაო ასე ტროიკასან, ასე უჩივლა, ასე ჩაუშვა მეზობელმა. ხო. გავიდა 16 წელი, სტალინი გარდაიცვალა და შეეხო ამინისტია ბესარიონ ბაბუას და არ იცის მისი ცოლშვილი რა შვება, ცოცხალია, რა ხდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც აი ამ ყუთით წამოიღო საჩუქარი მისი ცოლისთვის. ამ ყუთში იყო მაშინ ძალიან ძვირფასი ნივთები, საკერავი, ნესი და ღილები. დაბრუნდა ბესარიონ ბაბუა, ჟოჟიბებომ ღირსეულად დაახვედრა მისი ოჯახი, მისი დაზრდილი შვილები. ჩემთან მოდიან ხოლმე, მოყავთ სკოლის მოსწავლეები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ამზადებენ, აკეთებენ შემოდგომის დღესასწაულებს. ჩვენ გვაქვს ზოგერ უფრო მომცრო საწნახელი და ის გაგვაქვს ხოლმე და ისე მიხარია რომ ჩემს მიერ ჩემი მუხლა ჩაუხრელი შრომით შექმნილი ეს ღირებულება ბავშვებიდან დაწყებული ევროპელი ვიზიტორებით დამთავრებული ინტერესის ობიექტია. აი ეს მახარებს ძალიან და აგერ ნანუკა მყავს დღეს შორშოლიანი. ჩვენ გავთ ვართ, შაბათ, რომელიც მე ტოტით გავახარე. ძალიან მომეწონა. ტოტი წამოვიღე რამდენიმე კალამი, ასე მჩვევია ხოლმე. აი ეს ფერადი და ნაირ-ნაირი ვარდები რომ მოგეწონათ, ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოტანი. ჩავდოთ და ეს ამოვაცალოთ. აი, ასე. აგერ არის ნანუკა, შრალი ნიადაგი. ოპ, ასე. ოპ, ასე. ასე ჩემო საყვარელი. შრალი ნიადაგი არის ეს რომ აი ასე ჩემო საყვარელი. ძალიან დიდი მადლობა. მე თქვენ მადლობა. ჩემო ლამაზე და მე ბრძოლო გოგო. მაქს ანუ სოფლიო ჩემპიონატის ამბავი იცი და კოკა-კოლის დროშების ამბავი იცი რომ ნახეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქილებს ვინც აგროვებს. შესაძლოა მე ძალიან გვიან აღმოვაჩინე ახალგაზრდები აგროვებენ ქილებს და ეხლა უკვე ეს ქილები რაღაცნაირი ფორმისაა, ფერისაა და სხვადასხვა მოკლედ სოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშებით არის ესეთი ნახეთ გაფერადებული და შესაბამისად უფრო მეტი мотиваციაა ქილების შეგროვების. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის. მე ავიკითხეთ და თქვენ შესახებ და აღვთავანდი როგორც ქალზე და ამიტომ მოვდივარ мотиваციებით. კეთი, ჩემი სტუმარი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი გოგოა და მე ვფიქრობ რომ მისი სიძლიერე ძალიან გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს და თქვენ ანუ არ ვიცით ერთი სამი ქალი მაინც რომ დაგარწმუნოთ იმაში რომ შეგიძლიათ აი ესე რაღაცნაირად გადაწყვეტილებები თამამით მიიღო და რაღაცებს რა შეგეჭდათ მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. მე დავწყოთ თავიდან აი სკოლის მასწავლე რო იყავი და რომ გათხოვდი. მაშინ ეს ჩვენ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო რა სიგიჟია, მაგრამ ნუ ესე იყო რა. თვითონ გადაწყვიტა რომ რაღაცა ესენა ადრევად შეექმნა ოჯახი და მეც ძალიან ჩვეულებრივად ანუ სახლში ვიყავი წიგნებით, ჩუსტებით, ინგლისურის, ანუ სახლში მოვიტყუე რომ მეზობელთან გავდივარ, იმიტომ რომ ვამზადებდი ინგლისურში მეზობლის ბავშვს და დაბლა ჩავედი სადარბაზოში და დამხვდები მანქანით და ტყუილით, ასე ვთქვათ, მოტყუებით წამიყვანეს, მაგრამ სახლში დაბრუნება უფრო შემეშინდა, იმიტომ რომ მეთქი და ხო, რეგიონში ძალიან რთული ასახსნელი იყო კი. ხო, ანუ და არა მარტო, ანუ მე ძალიან ბევრი გვეძებდა რაღაცა სკოლაშიც, მეგობრებშიც და მოკლედ აი რა სიტყვიან, ეს არასწორი აზრები გაფიქრებინებს იმას, რომ აი ბრაზდები ხა დედასაც ზონები, რატო არ
წარმომიყვანე მეთქი, ხ ჩემი შვილი რო ყოფილიყო, ვიჩივლებდი მეთქი წარმომიყვანდი ძალიან. სხვადასხვა ეხა. მადლობა ღმერთს, რომ ეხა თაკო რო გახდათ 15 წლის რო გახდა და დაბადა. დედა 15 წლის რამ გაგათხო? ვიტყვა. შოქში იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე, ძალიან ბევრი ტრენინგებს ვატარებთ გურიაში ამ თემებზე. აი მართლა რა მე მგონი ჩემი ცხოვრების ის გამოცდილება მეკცა რომ რაღაცა მისიათ რომ ხო და ინახე ეგ მაინტერესებს ანუ შენმა ნაადრევმა ქორწინებამ განსაზღვრა შემდეგ შენიში პროფესიული ჩამოყალიბება 8 წელი ესე ვიყავი სახლში იმიტომ რომ არავინ არ მითხრა რომ მე ვერ ვისვენებდი იმიტომ რომ მე შინაგანად დღესაც მე თუ სოციუმთან არ ვარ ადამიანებთან არ ვარ რამე სხვა საქმე, ანუ სახლში მჯდომი ტიპი არ ვარ. და იქაც სუდად გრძნობდი თავს, მაგრამ რომ ვამბობდი ან დედაჩემს ვეუბნებოდი რომ არა. ანუ მაინც ოჯახის შენარჩუნებას გირჩევდა ყველა მამაოც, დედაც, დეიდაც, ყველა გირჩევს რომ ოჯახი შეინარჩუნა და როგორც იქნა, ანუ ვერ ვიტყვიცი რა მძიმეთ, ანუ დაავადების ფონზე, იმდენად სუდად ვიყავ რომ ბოლოს მძიმეთ, ანუ საავადმყოფოში მოხვდა. ქორწინებაში იმდენი სირთულე და არ მინდა ვთქვა რომ ისეთ ცუდად იყავი ხა ეგრეც არ მინდა რომ დავარქვა მაგრამ ეგრე ქვია რომ ისეთ ცუდად იყავი რომ ამან შეგიქმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ამ ცუდად ყოფნას განსაზღვროდა თუ არა ის რომ იქ ყოფნა არ გინდოდა სადაც იყავ აღმოჩნდა რომ არ უნდოდა რომ მესწავლა არ უნდოდა რომ გარეთ გავსულიყავი ჩემი მეგობრები ჩემი ან მარტო მისწრეში უნდა ყოფილიყავი არაფერი არ უნდა მეკეთებინა და უბრალოდ სახლის საქმეებს ვაკეთებდი შვილებს ვზრდიდი და ასე შემდეგ და ეს როლი მან მოგცა თუ შენც საირჩია მან მომცა და მე ვერ ვირჩევდი, იმიტომ რომ აი ამას მაჯერებდნენ, რომ ეს იყო ხალის როლი, ეს არის ნორმა და მე ქმარია და ესია წესი რა. ქმარი ადგენს როლებს. რო დავშორდი ეს უთხარი, რომ არაფერი არ მინდა, უბრალოდ თავი დამანებო მინდა, იმიტომ რომ მე ვაბრალებ საკუთარ თავს იმას, რომ რაღაცები ისე არ მოხდა, მაგრამ ძალიან ბევრია, ანუ ძალიან ბრაზდები იმაზე, რომ იცი რა ასე მგონია ქალების ბრალია თვითონ ანუ ესე მძიმეთ არ უნდა თქვა იმიტომ რომ მე ხო ჩემ თავზე გავიარე ანუ ხო მე ხო შველას ვითხოვდი და არ აღმოჩნდა იქ არავინ რომ ეთქვა რომ შენი გადაწყვეტილება თუ არა შენ ცხოვრებას მიხედო პროფესია ერჩიო შენის ნება და უფლება ეს სიტყვა არავის არ უთქვია უბრალოდ ერთადერთი იყო რომ აუცილებლად ოჯახი უნდა შეინარჩუნო და უბრალოდ გავიგე ყველაფრის ფასად ხო ყველაფრის ფასად და ჯანმრთელობის ფასადაც რა იყო დიაგნოზი ცოტ რო გახდი ტუბერკულოზი. 2 წლიანი კურნალობა გავიარე და ეგ იყო გარდამტეხი, რომ ისეთ წამლებს ვიღებდი. ხო. ისეთი საშინელება მხოლოდ ფილტვებს არ ჩენს, დანარჩენს განგრევს. მაგან გამაბედინა, რომ აი ცოტა ხმა მომეღო რა. მე მგონი წამლების ფონზე უფრო ალბათ, თორე ისე ძალიან დამთმობი, ძალიან ჩუმი, ძალიან ან იქნები იმიტომ რომ სადღაც ფსკერამდე დასვა ხო აუცილებელია ჩვენთვის. რომ უყვინთოთ. კი, და მოკლედ ეს იყო, რომ მთელი სანათესავ საგვარეულო ჩართული იყო ჩემ წამოსვლაზე და როგორც იქნა დედამ ჩემმა ძმამ უფრო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანუ აქ წამოვედით და დედა ყველანაირად და ოღონდ როგორ წამოვედი, იცით რა დროს წამოვედი, სხვათა შორის 2012 წელი იყო. დედა იმ დროს იყო ბაღების გაერთიანების უფროსი, პოლიტიკური ნიშნით ახალი მთავრობის დროს მოხსნეს, რა თქმა უნდა, და რაღაცა უსახსროდ, უყველაფროდ გჭირდება განსაკუთრებული კვება, 2 შვილი და მაგ დროს ანუ გაბრაზდა, ასე ვთქვათ, გავაბრაზეთ ადამიანი, რომელიც დავტოვეთ და გადაწყვეტა, რომ ჩვენთვის არაფერი არ გაიკეთებინა, იმიტომ რომ როგორც ხდება. ხო, ამით კი და ძალიან ბევრი ამბავი იყო აქ მამაოების ბერების ჩამოყვანა, რომ ოჯახის და ჯურის წერის მადლი არ დამერღვია, თორე უარესი მელოდებოდა და ასე შემდეგ და ალბათ რამდენიმე წლიანი სტრესები გავიარე. გარდამტეხი იყო, რომ ჩამოვედით აქ და ну მე დავიწყე რაღაცა პატარ-პატარა სამუშაოებით, როცა ფეხზე დავდექი. გურიაში რა უნდა გაგიჭირდეს, არ ვიცი, ანუ ბიძა, ბიცოლები, დეიდები, ყველა ირგვლივ იყო და ვიღაცას თაფლი მოქონდა, ვიღაცას ყველი მოქონდა, ვიღაცას რძემო. მართლა ეს პერიოდი გავიარეთ რა, რომ ვეძებდი სამსახურს და რაღაცებს, ანუ არაფერი არ მქონდა რა ხელში. ანუ სადღაც მახსოვს ბანკში იყო ვაკანსია და ვერ მიგიღებთ ახლა დიპლომით საჭიროა პროფესიული რაღაცა მაინც დოკუმენტი და ამ დროს მაინც გავედი გამოცდებზე და ის ჩავაბარე რაც იყო, მაგრამ არ მიმიღეს მოკლედ. ბოლოს იყო ესეთი რთული
კიდე ერთი გზა. მოკლედ რომ თბილისში ახლა ბავშვები მუსიკალურში დადიოდნენ აქ თეატრში, ყველგან მოკლედ ცეკვავდნენ, ღეროდნენ და იყვნენ კონსერვატორიაში კონცერტზე და ჩემ დეიდაშვილს ვთხოვე რომ ძალიან მეშინია თქვა მარშრუტკების და იქნებ მე და შენ წავიყვანოთ თქო ბავშვები სამსახურიდან რომ გამოვალ თქო და ეს სამსახურიდან გამოსვლა იყო 12 საათზე და გზაში ვგრძნობდი რომ ეს იყო დაღლილი და სამჯერ გავაჩერეთ, დავიძინეთ, ყავადავლით, ყველაფერი, მაგრამ შუხუთში აი უკვე ლანჩხუთში რომ შემოვედით მეც გავითიშე და როგორც შენს თვითონაც თვალები დაახუჭა და სადღაც გავფრინდით. მოკლედ ავარია ბარდიულზე ხო. აი იმდენად მძიმედ ვიყავი. ვეღარ მუშაობ ფიზიკურად, უნდა დააწვე, არაფერს ვერ შვები. საშინელება იყო ეგ. როდის დაიწყა ფეხზე დადგმა? ხო და აი ესე წოლითი რეჟიმი რო გქონდა. აი დედა რო მივლიდა, ვერ გაუწელი და ძალიან დეპრესია დამემართა, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს აი ბედნიერად გრძნობდი თავს, რომ მუშაობდი, იქ ჩემ შვილებს ვაბედნიერებდი. ხო, დამოუკიდებლები შენ ფინანსურად ძლიერდები ძმის შვილებს, აი ვისაც გინდა რომ ასიამონო დედას ხანდახან ჩუმად დაბადების, ანუ სურპრიზად უწყობდი რაღაცებს, არ იცოდა და ამის საშუალება რო გაქვს თავს რაღაცნაირად გრძნობ რა, აი უკვე ფეხზე რო დგები რა. ხო, რა ეგეთი და უცებ, მაგრამ აი მინდა ვთქვა რომ არ ვიცი, აი ისეთი კარგი ადამიანები გზადაგზა იკრიბებიან რომ აი ჩვეულებრივად გამიტანეს ის პერიოდი ყველა სამსახურმა, ანუ ფინანსურად და ისედაც იმხელა მხარდაჭერა გამომიცხა და სანამ ვიწექი, ასე ვთქვათ, არ ვიცი რა, ძალიან დიდი ძალა ვიგრძენი ადამიანების და შემდეგ იყო რომ 2018 წელია და ზუსტად აი რეაბილიტაციას გავდივარ ეგ პერიოდია რომ ფეხზე ავდექი მაგ დროს შემოვიდა ფონდი ტასო ლანჩხუთში გურიაში ზოგადად სამუშაოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და აკეთებდნენ ესეთ პროექტს რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მირეკავენ ტელეფონზე რომ დეიდა მირეკავს მოკლედ რომ დეო ესეთი ამბავია აქ სადღაც იკრიბებიანო მოკლედ სადღაც არის ქალბატონია მოხაშავრიასთან ყველა ყვებოდა რომ იმას 2-3 უნივერსიტეტი ქონდა დამთავრებული სადღაც სამსახურში იქ და თქვი რომ ორი შვილის დედა ვარ და დიასახლის იმიტომ რომ მაშინ ფერი აღარ იყო ჩემს ირგვლივ და სახლში ვიყავი და ну მახსოვს მოკლედ ეს ამბებმა ჩაიარა და მე გადაწყვეტეს რომ როგორც სათემო მუშაკი უნდა მევუშავა ლანჩხუთში და ნულიდან დავიწყე. ეს ფონდი ტასო რომ მოვიდა ის პერიოდი აი შეიძლება დაუჯერებლად ჩანდეს რა ნანუკა მაგრამ კომპიუტერი არ მქონდა. ანუ შეხება არ მქონდა. აი მასწავლეს საერთოდ Word-ი და Excel-ი და რო დაიწყებ ესე ანუ საერთო გამორთვას. მე გადამზადებები გავიარე, აი CV შედგენა, სამოტივაციო წერა, პროექტების წერა, ასე შემდეგ და მოკლედ 5 სოფელი გქონდა ლანჩხუთში, სადაც თვითდახმარების ჯგუფებს ვქნიდით ქალების და ამ ქალებს ვეხმარებოდით იგივენაირად ნოლიდან. ოღონდ ძალიან კარგი საქმე იყო და ამ 3 წელში მოხდა ფაქტურად ჩემი ყველანაირი განვითარება. როგორ მოხდი ამ იდეამდე? ყველას გვინდოდა რომ სადღაც შევსულიყავით გოგოები, მშობლები, ადამიანები, ვისაც არ გვინდა ეს დაუშვათ მამაპაპური ტრადიციული სუფრები, გვინდა რომ რაღაც ყავადავდეთ და რაღაც შეხვედრების სივრცე იყოს და არ იყო ესეთი და მოკლედ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ კავშირებით კონტაქტებს გაძლევს ადამიანებს, ძალიან კარგ ადამიანებს ეს პროექტები ზოგადად და ძალიან ბევრი ამ ტრენინგებითაც მიღებული გამოცდილებით და მათი დახმარებითაც როგორც იყო, მოკლედ კერძო სახლი ავიღეთ ცალკე, გავხსენით ეს სივრცე 5000 ლარით და მაშინ მახსოვს ბებია ჩემის თხილები და ბოსტანი ვაჩვენე და რაღაცნაირად სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომწეს თანხა 10000 ზემოდან და ამ 15000-ით გავხსენი ეს კაფე რომელიც იქცა ბრენდად. ცდილობდი რომ ეს ორგანიზაციები ლანჩხუთში შემომეყვანა, რაც შეება მეტი გოგო და ბავშვი ჩამერთო ახალგაზრდები ამ სასწავლო პროგრამებში რომ აი ის გზა არ გაევლოთ რაც მე გავიარე. აი ძალიან არაფორმალური განათლება უმნიშვნელოვანესია სკოლაში არ გასწავლიან რაც ამ შეხვედრებზე და ტრენინგებზე ხდება და არ გესაუბრებიან და ხშირად მშობელს და შვილს შორისაც არ არის ღია საუბრები რომ ბავშვმა რაღაცა გაიგოს. წელიწადში რამდენჯერმე ვაკეთებდით ივენტს. ეს არ აგვიტანეს მოკლედ მეზობლებმა 12 განაცხადი შევიდა მანცი. რას ლაპარაკო? ესე მითხრეს მოვიდნენ რომ იქნებ გააჩერო და მაზეც გული მწყდება რომ ხშირად ანალიზს რო ვაკეთებ რომ რატო
იმიტომ რომ ისეთ ადგილას ვაკეთებ, სადაც ჯერ საზოგადოება მზად არ არისო ამისთვის, რომ რატო ვერ მიიღეს, ანუ რატო ვერ ხედავდნენ, რომ მე მარტო ივენტს ხო არ ვაკეთებდი, ასობით ბავშვია ჩვენთან გადამზადებული, მიმტანობას ვასწავლიდით, ბარმენობას ვასწავლიდით, სამზარეულოში ვუშვებდით. ნარგავს გურიას რა. აი თბილისში არის მეზობელმა პოლიციაში, მაგრამ გურიაში გვერდზე სახზე პოლიციაში და აი არ გავს რა გურიას რა. კი, და მოკლედ ცუდი მე ის იყო, რომ მაგალითად იყო ესეთი კომენტარები, რომ ჩვენთან თავისუფალი სივრცე იყო, ვისაც უნდოდა როგორც ხან კიკინიანი ბიჭები ყავდა, ხან საყურიანი და რატომ ყავდა. მე მაინტერესებს როგორ მიხოდი აი ამ ბიზნესამდე. ეგ გეგმა დაიდო, რომ ორაგვე გამოცხადდა ტურისტულ ზონად, ლანჩხუთის ერთ-ერთი სოფელი, სადაც იგეგმებოდა ზიპლაინის მშენებლობა, გზების ველობილიკების მოწყობა, საფეხმავლო ტურები, რაღაც ჩანჩქერები, ამბავი და ვიყიდე მიწა. იმიტომ რომ რადგანაც ამხელა ამბავი იყო დაგეგმილი, ვიფიქრე რომ იქ თან ჩემი იქნებოდა რაღაცნაირად ვიცოდი რომ აპირებდა ორგანიზაციები, სხვა ორგანიზაციების შემოსვლას, მათ შორის სენი ამ პროექტით და ფიქრობდი რომ მარტო ვერ შევძლებდი, მაგრამ სულ აი ეს იყო რა იმედი რომ ვიცოდი რომ ვიღაც საგრანტოები არსებობდა. ევროკავშირის საქართველოსთვის გურია პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ მწვანე გურია ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ამ ბოლო პერიოდში უდიდესი ის იყო ეს პროექტი. აუცილებლად უნდა ითქვას აქვე რომ ასეთი პროექტები სოფლებს ხდის მიმზიდველს. იმიტომ რომ სოფელში რომ ტურისტი ჩამოდის მეზობლისგან მერე ყველი უნდა იყიდო, კვერცხი უნდა იყიდო, ცოტა ვიღაცა უნდა დაასაქმო კიდეც. იდეაში ჩამოდის ცნობილი ხდება და მოკლედ ძალიან ბევრი რა თქმა უნდა. ეხლა მე წინ კაფეზე რო საუბრობდი, 10 ადამიანი იყო ჩვენთან დასაქმებული. ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტი ქონდა და იგივენაირად ვფიქრობ, ეხლა აქაც რო არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი დაგჭირდება, იმხელა სივრცეა და იმხელა ეზოა და აი აქ რო იღვიძებ და ამ ყველაფერს ხედავ. ძალიან ლამაზია, ძალიან. ძალიან კარგი გაკეთებულია. მაგრამ ჩემი აზრით ეს წყვილის არის. ხო? მაგრამ ოჯახებით, მეგობრებით რჩებია. რა თქმა უნდა, მეგობრები ერთი ამას აიღებს, ერთი იმას და წყვილურ ამბავში უკეთესია ალბათ განსაკუთრებით ქართველებს მინდა გითხრათ, რომ უკვე დაჯავშნეთ. დეტალები დაგვჭა ეხლა აქ. იქაცაც ლოგინია ზემოთ. წყვილისთვის საყვარელი მაგიდა და ის გვინდა, სადაც ყავას მიირთმევენ. აბაზანებს მზად არის ყველაფერი. იქაც ერთი ლოგინი გექნება ხა? დიახ, იქაც ზედა საწოლია და აუ, კაია. აუ, კაია, ძალიან კაია მართლა. აქ ეს არის ჯაკუზი, რომელშიც ჩახვალცხელი წყალი, ცივი წყალი. დიახ. ძალიან კაია და ეხლა წავედით იქით. ეს არის აქ არსებული ძველი გურული კუხნა. სადაც? დიახ, რამდენი წლის არის ზუსტად არ ვიცი, ეხლა ჩვენ ხო ვიყიდეთ ეს მიწა, მაგრამ მეუბნებიან ესენი რომ 100 წელზე მეტის არის და აღდგენას ვაკეთებთ ეხლა აქ ბუხრის კუხნა, როგორიც არის, იყო რეალურად და გურული ამბავი. კი, გურული. კაი რა. ნუ ამ ეტაპზე მანდ გააკეთე. გაძლევს ეზო საშუალებას რა, მოკლედ რომ გურული ამბავიც იყოს, ღია ბარიც იყოს, რაღაცა სამწვადეც იყოს, ფანჩატურიც. ეს სასაყვარელია. ეს ნალიებია და აქ გეგმავთ რომ ის გავაკეთოთ, საძინებლებს გეგმავ ისე. აუ, ძალიან მაგარია. და აი საკარვე ზონად მოკლედ სადაც გავხარდება, იქ დარჩება და საშხაპე საპირფარეშოებიც გავუკეთეთ. ძალიან კაია. გამარჯობა, თქვენ ხართ ჩვენი მასპინძელი. სასიამოვნო, როგორ ხართ? კი ბატონო. რა როგორ არის ტურისტებთან ურთიერთობა? არა უშავს, კარგად. შენი რა მე აი ეს რაღაცა ენის ბარიერი არის? ენის ბარიერი? ნუ ცოტა ვიცით რაღაცები ელემენტარული. დაგჭირდათ ხო და ისწავლეთ. მგონი კმაყოფილები არიან, რომ ასე არ იყოს სხვა ვიზიტებიც არ მექნებოდა. წლების წინ წარმოიდგენდით რომ უცხოელები ივლიდნენ თქვენ სახლში, უცხოელებს გაუმასპინძლებოდით, აი გახსნილმა საზღვრებმა რომ მოიტანეს ეს შესაძლებლობა? ნუ ადგილობრივები დადიოდნენ სულ. ხო. საქართველოდან დავუშვათ ბათუმით მისი. 80-იან წლებს ხო, ძველ წლებზე ვლაპარაკობ და ეს უკვე ახალი მოიტანა ახალმა დრომ და ანუ თქვენ ამ ბიზნესში ხართ სულ?
ოჯახში ვქონდა, იმიტომ რომ ეს არის კურორტ ზონა იყო და მაღალმთიანი იყო და ეხლა ეს სტატუსი აღარ აქვს, მაგრამ ბავშვთა კურორტად დარჩა და თან ახლოსა ტერიტორიულად და ბახმარო და რამე რო ვერ მიდის ხალხი აქ ისვენებდნენ ვაკიჯვარში იყო ბავშვთა ბაღებიც ფუნქციონირებდა, მოდიოდა ისინიც რა ქვია, დამსვენებლებიც პატარა ბავშვებით და ეს იყო ოჯახებში. მაგრამ მე იდეა წამოვიდა რომ მდგმურებს რომ ვეზახდით. ადრე იყვნენ მდგმურები, ახლა არიან ტურისტები. ხო. და შემდეგ ეს ტერიტორია შევიძინეთ ჩვენ და წამოვიდა იდეა რომ ოჯახი ყველას თავის თვით და ინდივიდუალურად ურჩევნიათ, ხო? დასვენება და მე ჩემმა შვილმა გააფართოვა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმს და მე ვფიქრობ, რომ აღქმადი ისეთი არ არის, მაგრამ ალბათ მზეში და კარგამეთში უფრო მეტად მიხვდებოდით, რა 64-ია აქ მოწყობილი. როდის დაიწყეთ ეს ყველაფერი? 2021 წელს. ანუ 14-ში ვიყიდეთ და გავჩერდით რამდენიმე წელიწადი. ეს იდეა, რომ ტურისტების მასპინძლები ყოფილი, აი, საიდან წამოვიდა? მთელი ცხოვრება ჩვენ ყავს ეგრეთ როგორც გქონაგზეთ გმურები. და აქედან გამომდინარე, გვინდოდა გავკვეთებდეთ ცალკე სივრცე. კილომეტრი ნახევარში არის საკურორტო ზონა. და ყველა ოჯახი აქირავდა ოთახებს. და უკვე შემდეგ პირველი ვართ ჩვენ და ამ შემთხვევაში ერთადერთი რომელმაც გავაკეთეთ ეს ცალკე სივრცე. ანუ თქვენ ამბობთ, რომ სოფელში პირველები ხართ. პირველად ამ სოფელში დიახ. და რაღაცნაირად თითქოს, აი, როდესაც ერთი ამ გადაწყვეტილებას იღებს, მე სოფელს აძლევს იმ მაგალითს, რომ ყველა აკეთებს და ჯერ ეს მაგალითი არ არა, გახდით. სურვილები აქვენ, ცდილობენ რაღაც ნაკვეთები გამოყვენ, ტრაქტორი მოიყვანეს, გამოასრულოთ თავის. მაინტერესებს იდეაში თქვენს გეგმაში როდესმე იყო თუ არა, აი ეს ნაწილი და ეს ეპიზოდი. არა. არა, თავიდან ვიყიდეთ ეს ნაკვეთი. დიახ. სოფლის მეურნეობისთვის. ფუტკარიც ყავს ჩვენ ზემოთ, ფუტკარს რაღაც ამისთვის ვიყიდე და შემდეგ უკვე მოვიდა რაღაცა იდეა, რომ მოდი ხوار გავაკეთოთ ის თავიდან ის ერთი სახლი. რომ გაამართლა ერთმა სახლმა, მე მოდი დავამატოთ მეორე. კრედიტით აკეთებთ ამ ყველაფერს? მე თავიდან კრედიტით დავიწყეთ პირველი სახლი. შემდეგ რაღაცა ფინანსები, ანუ ყველა დასაქმებული ვარ ჩვენ სხვა სამსახურებში. ხო და აწარმოე საქართველოს მოვიდა 2023 წელს მაქსიმალური თანხა ვიღო 30000 ლარი. ამას ხო რაღაცა თითქოს ადამიანები სწავლობენ. ხო რაღაცას და საქართველოში ძალიან ბევრმა წარმატება მოიპო ყოველგვარი რაღაცა გამოცდილებების და განათლების გარეშე ამ სფეროში. ამ სფეროში გამოცდილება ქონდა პროდუქტი. რა არის ის რაც გაქვთ არ დაგჭირდათ რაღაცა დიდი ჯაფის ჩადება ამაში და ეს ქართული მასპინძლობა. რა გვაქვს და ანუ ჩვენთან პირველ წელს რომ მოდიოდა მდგმური ეგრეთ წოდებული მეორე წელს გმური აღარ იყო უკვე ჩვენს. ის იყო ოჯახის წევრი. ესე მოდის თელ უკვე 10 წლებია. და იგივეს ვაგრძელებთ აქ. ერთხელ მომოვიდა 30 კაცი და დახტა ყველაფერი კარგად და გამომასწრა. იოს 30 კაცი პოტენციური უკვე კლიენტია ხო თავისთავად. წავამოყვება. კი განაცვალე და ესაა ჩვენი წარმატების ეს ფორმულა. არანაირი რეკლამა არ გაგვიკეთები, რაღაც ძალიან უნიშნულო ისეთი, რომელიც არაფერს არ არის იცვლება რეკლამა. თვითდინებით. მოდის ჩვენთან მომხმარებელი. ძალიან მაგარია. ანუ ვერბალური რეკლამით მიდის უყვება თავის მეზობელს, მეგობარს. რაზე დგას? აი აქ რომ მოდის, რას აკეთებს? გარდა იმისა, რომ მივხვდი, რომ ხავა გაქვთ ისეთი, რომელიც ბახმაროსთან ძალიან ახლოს არის და თუ ბახმაროში ვერ მიდიან და არ უნდათ, აქ მოდიან. შეუზღუდავით დროით მოდიან, ანუ არ აქვს დრო სიტუაციაზე მოვიდა ამ საათში, გავიდა ამ საათში. აი დავიწყეთ ამ პატარა სახლით. პატარა იყო თავიდან. ეს იყო თქვენი პირველი შენაძენი? შენაძენი 2014 წელს რამდენიმე წელი დაგჭირდა. ბანკით ავიღეთ ეს რა თქმა უნდა. რამდენიმე წელი დაგჭირდა. ბანკი კი დაგაქვთ თუ გადაიფარეთ? არა, ცოტა ძალიან. დაგჭირთ ცოტა. თითქმის აღარ ცხოვრა. ეს სივრცე და ის მეორე სივრცეც გაქირაებული მაქვს ის ანუ ყოველდღურად არა თვით აქვე ნაქირაები. რამდენიმე თოქირაობენ? კი განაცვალდა. ის გვაქვს მხოლოდ იმათ ყოველდღურად ტურისტებს და ეს პატარა კოტეჯი და ეხლა რო აღარ მეყო დაწყებული მაქვს მეოთხე უკვე. ესეც არის რომ აღარ გეყოთ ხო? თითქმის დასრულებულია უკვე კი განაცვალე. აი მე რა ლამაზია. ანუ კომფორტული სოფელია რა. ის სოფელში რო გინდა წახვიდე და თან კომფორტში რო გინდა რომ იყო, აი ეს არის idеალური ადგილი რა. აი მე აქ ტურისტი ყავთ ხო? ახლა მივხვდით საღლით მივხვდით. აი მაგალითად რამდენი ხნით არიან მოსული? ესენი დაახლოებით 10 დღე არიან მოსული და ჯერჯერობით არ ფიქრობენ წასვლას. მიუხედავად იმისა, რომ წვიმს მაინც აღქმადია რომ 64 გაქვთ. ამ ამბავმა, ამ გადაწყვეტილებამ იმიგრაციას გადაგარჩინათ? კი ბატონო, მე რამდენიმე წასული ვიყავ სტამბოლშიც ვიყავი რამდენიმე თვეები წასული. შემდეგ დავბრუნდი ბათუმში ბინაცმა ყველაფერი, მაგრამ ამჯობინე რომ მაინც სოფელში იყო და მთელი ოჯახი ჩართული ვართ. პროდუქტებს სოფელში ყიდულობთ? მეტნაკლებად.
ცოტა ისე ნაკლებად შემოსავლიანი სოფელია ჩვენი. ნაკლებად არას მიწის ნაკვეთები ცოტა აქვენ და მან მხრივ არას ისეთ განვითარებული. ტრაი მაინტერესებს სოფელს რა მოუტანა ამ სივრცე. სოფელს მხოლოდ რამდენიმე ოჯახი მყავს და რამდენიმე ადამიანი მყავს დასაქმებული. ხო, მაგრამ ეგ რამდენიმე ადამიანის ხო საქმეა სოფლისთვის. პროცესში ვართ ახლა ყველა დღიურად აბსოლუტურად რაც შემოგვდის მოგება, ყველაფერი ტრიალდება უკან ისწავლ ამ სივრცეში. თქვენი აზრით ეს უკან ჩაბრუნებას როდის გააჩერებთ? რა ვიცი, ყველა დაწყებაზე ვიძახი რომ ეს ბოლოა. ბოლოა, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით ბოლო არ არის, ხო? რომ განვითარდე უფრო და უფრო რაღაცა საუნაც მაქვს ეგრე დაწყებული, აუზი რაღაცები და დასასრულებელია და მისაყვანია რაღაც დეტალები. ძალიან მაგარია ჩემი აზრით. ამ სფეროში ვინც განვითარებას ყვითავს კი არა და თავის თავში ინვესტიციის ჩადებას, მაგრამ ბიზნესიც უყდება რა. ანუ უბრალოდ ფეხზე ტალახები მაცვია, რა იცოდეთ. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ადგილია? ეს ადგილია მნიშვნელოვანი. ანუ ეს ყველაზე მეტი ფული მოაქვს ამას? 4 საძინებელია ზემოთ და ხშირ შემთხვევაში რჩებიან და დილით გადიან. აჰა, კეიფობენ, დროს ატარებენ და მერე მიდიან. ძალიან მიხარია ჩვენი შემოღება. უიდედა, უკანი თერიავტები. ჩვენ ყავდა რესპონდენტი, რომელიც თქვენი პაციენტია, რომელმაც ისაუბრა ამ მეთოდზე. ოღონდ ყველა საინტერესო იყო ის, რომ ისაუბრა იმაზე კი არა, რომ გახთომა იყო მის პრიორიტეტი, არამედ ისაუბრა იმაზე, რომ ინსულინ რეზისტენტული იყო და არ მქონდა ისეთი დიდი წონა და დადგინდა, რომ შაქრის პრობლემა აქვს. შაქრის პრობლემა მქონდა, მე მქონდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თუმცა მედიკამენტები რეგულირებადი იყო და მაგრამ გაგექცათ. კი, დავიწყე გზების ძიება, რომ აი მედიკამენტურ ზურ მკურნალობას რადგან არ ექვემდებარება ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება რომ რაღაცა სხვა გზებით დავარეგულიროთ, ასე ვთქვათ, ეს მდგომარეობა. როგორ მოუხსნა ეს პრობლემა ამ მეთოდმა? ეხლა მინდა თქვენგან, როგორც ექიმისგან, სხვა კუთხით დამანახოთ ეს ამბავი, როგორ ხდება და პრინციპი რა არის? მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი არის ქირურგიული მეთოდი, რომლის დროსაც ჩვენ ვახდენთ წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის, ანუ ბოლო ნაწილის, თეზოს ნაწლავის სტიმულირებას, ამ საკვების მოხვედრის გზით, რათა მათ გამოიმუშავა ეწოდებული ნაწლავის ინკრეტინი ჰორმონი GLP-1. მსგავსი პრინციპებია ნებისმიერი მეტაბოლური ოპერაციების დროს, ისეთი როგორც არის თქვა, კუჭის შუნტირება, შუნტირება, სადი თქვა. მაგრამ ის გულისხმობს ის ოპერაციები ასევე კუჭის რეზექციასაც, ან კუჭის გადაკვეთას და მალაბსორბციასაც სერიოზულს, რათა იმიტომაც გამოვიწვიოთ როგორც მეტაბოლიზმის დაჩქარების ეფექტი, ასევე კალორაჟის შეწოვის შემცირებაც. ოპერაცია ესეც ოღონდ აქ არ ხდება არც გაჭრა კუჭნაწლავის ტრაქტის არც ერთი უბნისა. როგორ მუშაობს ეს? აი როგორ მუშაობს. პრინციპი არის სწორედ იმაში, რომ ორგანიზმში აი როგორც ხედავთ, აქ არის წარმოდგენილი ხა მაგნიტები 40 მმ-იანი და 50 მმ-იანი, ეს პაციენტის ჩვენების მიხედვით ირჩევა. ერთი მაგნიტი თქვა შეყვავს ენდოსკოპიურად თეზოს ნაწლავში, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის თეზოს ნაწლავი. შეყვავს, რომელსაც მე მივყავს სწორედ იმ ადგილამდე, სადაც შერთული უნდა ჩამოყალიბდეს. ხოლო მეორე მაგნიტი კიდევ შეყვავს ენდოსკოპით, ასევე 12 როჯა ნაწლავში. შემდგომ ამ ორ ნაწლავს ერთმანეთთან ესე რომ მივიტანთ, ეს მაგნიტები ერთმანეთს ესე მიედება, ამ მაგნიტებს შორის ეს ნაწლავის კედლები, ესე ვთქვათ, იჭყნიტება. ეს არის საკმაოდ ძლიერად დაფიქსირებული ამისი გახსნა, ანუ ბუნებრივ პერისტალტიკას არ შეუძლია. დაახლოებით 2-3 კვირაში მათ შორის ყალიბდება აქ უბანი, რომელიც არის გათხელებული, უკვე პრაქტიკულად დანეკროზებული და ხდება ხრელი ამ ნაწლავებს შორის, რომელიც ირგვლივ უკვე შეხორცებულია. და ეს მაგნიტების წყვილი, ანუ ჩავარდება კუჭნაწლავის ტრაქტში და კუჭის მოქმედებით გამოდის გარეთ. ანუ დაახლოებით 3 კვირაში მაგნიტი გარეთ გამოდის. საბოლოო ჯამში საკვების 80% მიდის ისევ ძველ გზაზე და მხოლოდ 20% საკვებისა კვების დაწყებიდან დაახლოებით 10-15 წუთში უკვე ჩასული არის წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილს, თეზოს ნაწლავში. რაც ახდენს კვების დაწყებიდან არა საათნახევრის და 2 საათის მერე GLP-1 ჰორმონის აქტივაციას, არამედ პრაქტიკულად 10-15 წუთში. ეს GLP-1 რა არის? არის ჰორმონი, რომელიც მოქმედებს პანკრეასის ბეტა უჯრედებზე, რომ ინსულინი გამოიმუშავოს. ერთი, მეორე, ასევე მოქმედებს ღვიძლის უჯრედებზე, რომ იქ გლუკაგონი არსებული მარაგი დაიშალოს ნახშირწყლების, გამოთავისუფლდეს და რაც თავარია მოქმედებს ჩვენ ჰიპოთალამუსზე დანაყრების ჰორმონს ეძახიან, მაგას რომ ადამიანი თავს სვავს უკვე დანაყრებულად. პლუს
ანელებს კუჭის პერისტალტიკას და კუჭის სისავსის შეგრძნებას გაცილებით მცირე ულუფაზე დაახლოებით ნახევარზე დგება. ანუ ყველანაირად უწყობს ხელს იმას, რომ პაციენტი გადავიდეს ჯანსაღი კვების რეჟიმზე და პლუს მისი მეტაბოლიზმის დაჩქარდეს. პაციენტი ადვილად ნაყრდება, გარკვეულწილად უკვე აღარ სიამოვნებს ნახშირწყლების მიღება, გამომდინარე იქიდან რომ ნახშირწყლებს თუ მიიღებს, ბევრს იქ არის შესაძლებლობა, რომ ისეთი ბაქტერიები გაიზარდოს, რომელსაც ნახშირწყლები უყვარს, გრამმოაყოფითი ბაქტერიები და პაციენტს დისკომფორტი შეექმნას. რაცაც ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ რაღაც გარკვეული რეჟიმის დაცვა მე მოუწევთ, უფრო ცილოვან საკვებზე და ჯანსაღკვებაზე გადასვლა, ვიდრე ჯანკ ფუდზე და ასე შემდეგ და ზონაში კლება არის სწორედ ამისი მეტაბოლური სინდრომის მოწესრიგების, ესე ვთქვათ, გვერდითი ეფექტი. რამდენი წელია ზოგადად არსებობს ეს სისტემა და რომელ საიდან მოდის? ეს პირველად დაინერგა საქართველოში. პროფესორი არის ეგეთი მიშელ გარნიე, კანადელი, 2021 წელს დაგვიკავშირდა ჩვენ და ჩვენ დავიწყეთ აქ კლინიკური კვლევა. ანუ პრეკლინიკური სტადიები ამ მაგნიტის გამოყენებას უკვე გასული ქონდა და 2021 წლის ნოემბერში დავიწყეთ კლინიკური კვლევა უკვე პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებოდა ჩაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. პირველადი კვლევა ისახავდა მიზნად, რომ რამდენად ტექნიკურად შესაძლებელია ანასტომოზის შექმნა და უსაფრთხო და დადასტურდა პირველად პაციენტზე, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა და ტექნიკურად შესაძლებელია. შემდგომ უკვე მიება მეორე კვლევის ეტაპი წავიდა, რომ რამდენად ეფექტურია დიაბეტის მკურნალობაში. და სადღაც 3 წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საშუალო გლიკოზირებული ჰემოგლობინი 11-დან წამოვიდა 6.5-მდე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ დიაბეტი ჩვენ გავხადეთ კონტროლირებად. იქ სადაც შედარებით ახალი დაწყებული იყო შაქრიანი დიაბეტი, ანუ სადაც 5 წლამდე ანამნეზი პრაქტიკულად მოეხსნათ პრეპარატები, იქ სადაც შედარებით ხანგრძლივი დიაბეტის მატარებლები იყვნენ, იქ ყოველ შემთხვევაში შეუმცირდათ პრეპარატების დოზა და რაოდენობას, თქვათ, თუ ღებულობდნენ 3 პრეპარატს დარჩენ 1-ზე, თუ ღებულობდნენ დოზას, თქვათ, 1000 მგ-ს სიუხვოს, ეხლა არის 500. 2024 წლიდან ჯერ FDA, მერე კანადამ, ეხლა უკვე ევროპამ მისცა ესე იგი პრაქტიკულად ვიზირება ამ მეთოდის გამოყენებაზე და ჩვენ დავიწყეთ 2025 წლის თებერვლიდან. დღემდე შესრულებული არის ალბათ 75-ზე მეტი ოპერაცია. არც ერთი სიკვდილიანობა, არც ერთი სიცოცხლის საშიში გართულება. და შედეგები დაახლოებით მსგავსია ისეთი, როგორც უფრო სხვა აგრესიული ოპერაციების დროს. ერთადერთი არის, რომ ჩვენ ამ ოპერაციას ვერ გავაკეთებთ იქ, სადაც თქვათ კვებითი ქცევის გამო არის დარღვეული, თქვათ ეს ნახშირწყლოვანი ცვლა და არა თქვათ ინსულინ რეზისტენტობის გამო. ხო, მესმის. ანუ აქ თავი პრობლემა უნდა იყოს ინსულინ რეზისტენტობა და დიაბეტი. დიაბეტი ან პრედიაბეტი. იმ შემთხვევაში თუ პრობლემა მოგიგვარდება, იმ შემთხვევაში თუ რაღაცა რეჟიმში დღის წესრიგის მოკლედ შეიცვლი და ასე შემდეგ, შეიძლება ამის დაშორება, ხო, მიწებებული ნაწლავების დაშორება. აი, ნახეთ, ეს აბსოლუტურად შექცევადი ოპერაციაა. ანუ შეგიძლია რომ უკან დააბრუნო ყველაფერი, ესე თითქოს არც გაგიკეთებია. კი ბატონო, შესაძლებელია, რაც გამორიცხულია, თქვათ, ვერც ბაიპასის შემთხვევაში, ვერც სლივის მithumetes შემთხვევაში ვერ გააკეთებ, რომ ისევე აღადგინო ის ფიზიოლოგია, იმიტომ რომ ჩვენ არაფრის, ესე ვთქვათ, ამოკვეთას არ ვახდენთ, არაფრის რეზექცია აქ არ ხდება, სრულად არის შენარჩუნებული კუჭნაწლავის ტრაქტის მთლიანობა, უბრალოდ კავშირი არის დამყარებული ერთ ნაწილსა და მეორე ნაწილს შორის. შესაბამისად, აი ამ კავშირის ჩახსნა, ამ კავშირის ჩახსნა, ასე ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რომ კავშირია, ეს აპარატით ესე ჩაიხსნება და ცალ-ცალკე რჩება ჩვეულებრივად ნაწლავის მდგომარეობაში. ну მაგის საჭიროება ძირითადში დგება არა ის რომ თქვა რაღაცა ეფექტამდე მივედით და აღარ გვინდა. არამედ ძალიან იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია რომ თქვა თუ მაინც მეტაბოლური ოპერაციაა და თქვა დეფიციტი განვითარდა რომელიმე ნუტრიენტი, ეს შეიძლება იყოს ელექტროლიტები, რკინა, ცილა და ვიტამინები, თქვა ისეთი რომლის შევსებაც რთულია. თუ მოხდა ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად შევაქციოთ უკან და პრაქტიკულად პაციენტს არ შეეთყობა რომ ის ოპერაციები იყო თქვა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის ის ოპერაცია, რომელიც მხოლოდ თქვენს კლინიკაში კეთდება? ჯერჯერობით ეს ოპერაცია კეთდება საქართველოში, მხოლოდ ჩემ კლინიკაში, თორე ის ეკეთება უკვე 21 ქვეყანაში. ვცდილობთ რომ პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ მეთოდის, როგორც საქართველოში, ასე ამიერკავკასიის რეგიონში. რეგულარულად ვატარებთ მასტერ-კლასებს ჩვენთან კლინიკა ინოვაში. ქართველი ქირურგებისთვის და არა მარტო ქართველი ქირურგებისთვისაც მე ვარაუდობ რომ საქართველოში ჯერჯერობით მარტო ჩვენ ვართ, მაგრამ უახლოეს ერთ წელიწადში 3-4 კლინიკაში. კი, ჯაგააკეთებ. და მაინტერესებს სტანდარტი რა არის თვეში კილოგრამების კლებასთან დაკავშირებით? ეს ძალიან ისეთი საკითხი არის. ყველაზე საინტერესო ჩემს მაყურებლისთვის. სტანდარტი კლება შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბიწონის კლების, თქვათ, 10% თვეში. პირველ და შემდგომ თვეებში ვთქვათ 5% მხოლოდ, მაგრამ ესეთი ფიქსირებული სტანდარტი არ არის. აი თუ ავიღეთ ალბათ რამდენი აქვს დასაკლები თან არა? ხო და მაგას ვიცახე, ჭარბიწონიდან გამოვდიამდეთ, ანუ ჭარბიწონის საშუალოდ თუ ჩვენ გვაქვს პირველ 3 თვეში
ჭარბი წონის 30%-იანი კლება, ეს არის კარგი მაჩვენებელი. ეს არის კარგი მაჩვენებელი, შესაბამისად პაციენტიც კარგად იქცევა, ოპერაციაც სწორად არის შესრულებული და ასე შემდეგ. ეს როცა ეხება ბარიატრიულ ოპერაციებს და რაც შეეხება მაგნიტებს მეტაბოლურ ოპერაციებს, აქ ჩვენ განსაზღვრავთ არა წონის კლების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, რამდენად მოწესრიგდა, ვთქვათ, პაციენტის ცხიმოვანი ცვლა და შაქრის ცვლა. ამიტომაც ჩვენთან ხანდახან მოდიან პაციენტები, სადაც პრინციპში შესაძლებელია მაგნიტის გაკეთებაც და მაგალითად სლივგასტრექტომიის გაკეთებაც, ან ბაიპასის გაკეთებაც და ჩვენ მას ვეუბნებით. თქვენი ისე ვთქვათ, мотиваცია და ინტერესი რა არის? გაქვთ мотиваცია, რომ არ გქონდეთ ინსულინზე რეზისტენტობა და თქვენი თიზუნოთ ცხოვრების სტილის ცვლილებაზე, რომ ვთქვათ, მიაღწიოთ იმ სასურველ მდგომარეობას, ეს იქნება ფიზიკური და ასე შემდეგ, თუ გინდათ რომ უფრო აგრესიული ჩარევა მოვახდინოთ, რომელიც ასევე ნაჩვენები არის, როცა სხეულის მას ინდექსი 32-ზე მეტია, ვთქვათ 35-ია. 35-ზე მაგნიტით შეიძლება გაკეთდეს და სლივიც, ხო? მაგრამ მოგიწევთ გაცილებით უფრო აგრესიულად ჩანაცვლებით თერაპიის წარმოება და ანუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომ არ დაკარგდეთ პროტეინები, ვიტამინები და ასე შემდეგ და თუ ხართ მაგისთვის რად და მანდამაინც გინდათ რომ გამოიყურებოდეთ ისე როგორც კაპუტონი ნანუკა გამოიყურება, მაშინ მოგიწევთ ცოტა უფრო მეტი ზრუნვა თქვენ თავს. ხო, მესმის. მაგრამ ალბათ მე რომ ვიყო, ყველა შემთხვევაში ამას ავირჩევთ. მე რომ პაციენტი ვიყო. კი ბატონო, დიდი ალბათობით ეს მეთოდი გულწრფელად ვიტყვი, ხო, მე ამას ავირჩევთ. იმიტომ რომ გეტყვით რატო? იმიტომ რომ ანუ არ გაჭრიან არაფერს, უკან დაბრუნება შემიძლია ნებისმიერ დროს, ნაკლები რისკია რა. რისკი ნაკლებია. გართულებების რისკი გაცილებით ნაკლებია, ანუ ის გართულება, რომელსაც არის ნაკერების უკმარისობას და სისტენას, რასაც რომელიც ოპერაციის შემდგომ ხშირად ახლავს, ეს გართულება ამ შემთხვევაში გამორიცხულია.